საქართველოს-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობა ამ სახელწოდებით გაიმართა პრეზენტაცია. ინიციატორი საქართველოს-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაცია აღონიზება ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. საქართველოს-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობა წარმოადგენს დინამიურ პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის ბიზნეს კავშირების გაძლიერებას, ინოვაციური პროექტების განვითარებას და ახალი ბაზრების ათვისებას. პრეზენტაციას ბიზნეს დღეების წარმომადგენლები ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის სოფლის მეურნეობის, მედიცინის წარმოების, მშენებლობის, ვაჭრობის, მენეჯმენტის, სერვისებისა და ტურიზმის ინდუსტრიებიდან დაესწრნენ. ჩვენთან წარმოდგენილი იყო არა მხოლოდ ტექნოლოგიური მიმართულებით, ფაქტიურად ყველა სფეროს. მოგვეხსენება, რომ ჩინეთი ერთ-ერთი ლიდერი არის ტექნოლოგიური მიმართულებით და ამ მიმართულებითაც ქართული კომპანიები საკმაოდ სერიოზულად ფიქრობენ მათთან ურთიერთობას და არის ხოლმე რაღაცა საჭიროება იმისი, რომ მოხდეს მეტად ჩართულობა ჩინური მხარის და ზუსტად ამას შეუწყობს ჩვენი პლატფორმა ხელს. მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო. დღეს ვხედავ ტენდენციას, რომ ზოგადად ჩინეთში წარმოებული ტექნოლოგიები, ეს იქნება ერთ-ერთი საშუალებები, თუმცა მუქი ავტომობილები მათზე ძალიან დიდი მოთხოვნა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. შესაბამისად, დაინტერესება მაღალია, დაინტერესებასთან ერთად ადაპტირებაა საჭირო და მნიშვნელოვანია სწორი გზების მოძიება, რომ ეს გზა ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი საქართველოს არსებული ბიზნესმენებისთვის.